მოგესალმებით ყველას, მიხეილია თქვენთანათა და ჩემი არხია YouTube-ზე მიხეილ HD. შემოგვერთით, გააკეთეთ subscribe და თქვენ აღარ გამოტოვებთ საუკეთესო ვიდეოებს. დღეიდან ჩემ არხს დაემატება ახალი პლეილისტი, სადაც ჩვენ სტუმრად გვეყოლება ქართველი იუთუბერები, გავაკეთებთ ინტერვიუებს მათთან, მოგვიყვებიან როგორ გამოჩნდნენ საერთოდ YouTube-ზე, რა საქმიანობენ, რა კონტენტი აქვთ და ასე შემდეგ. დღევანდელი ჩვენი სტუმარია გიორგი ქალდანი, მისი YouTube არხი არის GeoGameHolic-ი, დაიწერება ვიდეოს description-ში, რა თქმა უნდა, ეს არხი და გთხოვთ აუცილებლად დაასაბსკრაიბოთ, ადევნოთ თვალყური მის ვიდეოს, ძალიან კარგი არხია და მოდით უფრო ახლოს გავიცნოთ ჩვენი დღევანდელი სტუმარი. შენი ჰობი, გიორგი? ჩემი ჰობი, როგორც ალბათ ხვდებით უკვე, არის თამაშები, გეიმინგი, ასე რომ ვთქვათ და ცოტა ადრეულ ასაკში მიტაცებ და კალადურთი ძალიან, ასე რომ ვთქვათ, სპორტიც მიტაცებს ახლა რა. პირადად მე აღარ ვთამაშობ, მაგრამ თამაშობ თამაშებში რა, ასე რომ ვთქვათ. მოდით უკვე გადავინაცვლოთ YouTube-ზე და გითხოთ გიორგის რა ვიდეოებს აკეთებს, რა თემაზე, რა კონტენტი აქვს მას თავის არხზე. და უფრო საფუძვლიანად გავიცნოთ მისი არხი და მისი საქმიანობა. რას აკეთებ YouTube-ზე? ჩემი YouTube-ის არხი ემსახურება გეიმინგს, ანუ ქართულად ვახმოვანებ სხვადასხვა თამაშებს, ძირითადად სტრატეგიები მაქვს, მაგრამ არის იქ ექშენებიც, არის GTA-ც. გასაგებია, ანუ გიორგის YouTube არხი ემსახურება გეიმინგს, გეიმინგ ჩენელია. აუცილებლად ეწვიეთ გიორგის არხს. რა თქმა უნდა, GTA-ს ვიდეოები აუცილებლად იდება მის არხზე და მოდით გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. შენი საყვარელი თამაში? ეხლა გამორჩეულად რამოდენიმე თამაში მომწონს სიმართლე რო გითხრა რა, ეს არის პირველ რიგში მაფია, მაფიის ფანი ვარ. მერე პარადოქსის თამაშები, სტრატეგიები, Crusader Kings 2, Europa Universalis 4. სამწუხაროდ ჯერჯერობით ევროპას ვიდეოები არ მიდევს, მაგრამ ვაპირებ გადაღებას და აუცილებლად გადავიღებ. და კალადბურთი კიდევ რა, ანუ სპორტული თამაშები. გასაგებია. შემდეგი კითხვა. შენი საყვარელი YouTube არხი? ჩემი საყვარელი YouTube არხი, რომ არ მოგატყუოთ, არის ესეთი რუსული არხი. Rutracker-ი ქვია. და მას უყურებ ძალიან ხშირად, ისიც სტრატეგიებზე მუშაობს, მაგრამ სამწუხაროდ ამ ბოლო დროს გაჩერებული აქვს რატომღაც, არ ვიცი, საყვარელი არხი ეგ არის ჩემი. მე მგონი ისიც GTA-ზე დაფიქრდა. ხო, შეიძლება, არ არის გამორიცხული. შემდეგი კითხვა. რამდენი ხანია YouTuber-ობ? სადღაც 2 წელიწადია უკვე რა, მაგრამ ეს ჩემი ახალი არხი GeoGameHolic-ი ოქტომბრიდან დავიწყე. მანამდე სხვა არხი მქონდა, ის დავხურე, საერთოდ აღარ მაქვს რა. მაგრამ YouTube-ზე რაც გავიცანე საერთოდ YouTube-ი 2 წელიწადია. რას ურჩევდი ქართველ იუთუბერებს? პირველ რიგში ურჩევდი იმას, რომ იშრომონ ბევრი, არ გაჩერდნენ, არ უყურებენ სხვის subscriber-ებს, ვის რამდენი ნახვა აქვს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ შრომა ყოველთვის დაფასდება. მაგალითად რო ავიღოთ Black Shadow Gamer-ი, ეხლანდელი, უწველებ ხეცნადი და მას უკვე რა ვიცი, რამოდენიმე წელიწადია რაც არხი ქონდა, მაგრამ ეხლა დაუფასდა მას ეს შრომა. მეორეს, რასაც ურჩევდი, ეს არის რომ შექმნან თავისი კონტენტი, არ მოიპარონ ვიდეოები, არც დაჭრან და ისე არ მოიპარონ. რა თქმა უნდა, თავისი ვიდეოები აკეთონ და მესამე კიდე სხვებსაც დაუფასონ შრომა რა. ანუ გააკეთონ სარეკლამო კლიკები და ლაიქონ ვიდეოები თუ არ მოსწონთ, შეუძლიათ დისლაიქებიც გააკეთონ. რა თქმა უნდა, ეს მათი აზრია, კომენტარებიც დაწერონ და იაქტიურონ ერთი სიტყვით რა, რომ განვითარდეს ქართული YouTube-ი. რა თქმა უნდა, გეთანხმები, დისლაიქიც გვეხმარება განვითარებაში, ის ერთგვაროვანი რჩევაა დისლაიკი და იუთუბერიც ხვდება რომ აი რა ხან დისლაიკია, ესე იგი რაღაცა არ მოწონს. ხო, რაღაცა არ მოწონს და ანუ უნდა დაფიქრდეს თავის ხარისხზე, ან თავის კონტენტზე და ასე შემდეგ. კი ბატონო. მაგრამ იმიტომ აქვს ეს ორი ღილაკი YouTube-ს რო ლაიკი და დისლაიკი, თორე ეგ რო საჭირო არ იყოს, მაშინ მარტო ლაიკი ექნება. გეთანხმები? გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე.
როგორ დაიწყე იუთუბერობა, რა მშთაგაგონა, ან რა იყო საერთოდ ამის მიზეზი? იუთუბერობა დავიწყე ერთი თამაშის მეშვეობით, დახმარებით, ასე რომ ვთქვათ რა, ეს არის ევროპა უნივერსალესი, რომელიც ძალიან დამაინტერესა, შემთხვევით წავაწყდი მას YouTube-ზე, სხვათა შორის აი იმ არხზე, რომელიც ზევით ვახსენე. და მის ვიდეოებს უყურებდი რა, რომ გამეგო თამაში როგორ უნდა მეთამაშა, მას აქვს განხილვები აგრეთვე თამაშის როგორ უნდა ითამაშო და ესეთი რაღაცეები რა. და მაქედან მაგის ვიდეოების ყურების შემდეგ გამიჩნდა ესეთი აზრი, რომ რატომ მე არა ვთქვათ რა, რატომ მე არ გადავიღო. და ჩვეულებრივად აი ძალიან მარტივი, ანუ ჩვეულებრივი მიკროფონით, ჩვეულებრივი მაუსით, ჩვეულებრივი კლავიატურით და ჩვეულებრივი კომპიუტერით, არავითარი თქვა რაღაცა ძალიან მაგარი კომპიუტერით დავიწყე ესე ჩემთვის ერთი ვიდეო ავტვირთე რა. შემდეგ ეს გავაზიარე, გამოვაქვეყნე ასე რომ ვთქვა. და მე რაღაც იქ ფორუმებზე მოვიძიე რაღაცეები, რჩევები, ისინი ესენი, მე მივედი იქამდე რომ თურმე შეიძლება YouTube-ით ფული შოვნა. ანუ მონეტიზაციის ჩართვა და ამან უფრო დამაინტერესა და ჩამithრია რა თქმა უნდა და ამის შემდეგ უკვე დაუხვეწე რა ნელ-ნელა 2 წლის განმავლობაში და დღეს რასაც ხედავთ ეს არის რა. ძალიან კარგი გასაგებია. ანუ თქვენ ურჩევთ რომ თავარი არ არის მაინც და მაინც ძვირადღირებული აპარატურის შეძენა, ძვირადღირებული მიკროფონები და ასე შემდეგ აბსოლუტურად ბიუჯეტურად შეგიძლიათ დაიწყოთ იუთუბერობა, მხოლოდ და მხოლოდ დაიწყეთ და თქვენ აი ამ შეცდომების ძალიან ბევრი შედეგად მეც თავიდან რა თქმა უნდა, ნუ ჯერ პირველ რიგში იმის გადალახვა გამიჭირდა რომ მე თვითონ უნდა მელაპარაკა ამ ვიდეოების დროს ეს პირველი ნაბიჯები ძალიან გამიჭირდა რა, ანუ იქ თავიდან ჩემი ხმა არ მომწონდა მე რაღაცა ვითომ შეცდომები მქონდა ისინი მქონდა ესე, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ბოდიში და დაიკიდოთ ერთი სიტყვით და თქვენი გასაკეთებელი უნდა გააკეთოთ რა. და ყველაფერს მიაღწევთ შეცდომების ხარჯზე რა თქმა უნდა. კი, თავიდან ახლა არ არის რა თქმა უნდა სასურველია რომ კარგი აპარატურა გქონდეს, მაგრამ თავიდან აუცილებელი არ არის. ეს შეიძლება მერე და მერე. ანუ იმ ფულით რასაც იშოვნე YouTube-ზე, ხო, აი იმითი რომ გააძლიერო შენი აპარატურა. ეს სასიამოვნოც არის და უფრო სასარგებლოც არის რა. რა არ მოგწონს ქართულ YouTube-ში? ქართულ YouTube-ში ბევრი რამე არ მომწონს. ჯერ პირველ რიგში არ მომწონს ის რომ ხალხი არაფასებს სხვის შრომას. ნუ ეს ზევით ვახსენე, მაგრამ ვიტყვი კიდევ რომ ანუ აი სარეკლამო ბანერზე დაჭერას ხო ურჩევნიათ რომ იმის გათიშვას დააჭირონ რა და ეს არ არის მოსაწონის აქციელი რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ის ადამიანი რომ დებს ამ ვიდეოს ხო ის შრომობს, ის დროს ხარჯავს და შესაბამისად ჩვენც უნდა დაუფასოთ მას ეს შრომა. მეორე არ მომწონს ის რომ ძალიან ბევრი არხია რომელიც მოპარულ ვიდეოებზე მუშაობს რა. თითქოს იქ რაღაცას დაჩეხავენ, გადმოჩეხავენ, ფერებს აუწევენ, დაუწევენ, როგორც ხდება რა, ეხლა მაგას არ ვიტყვი მე. ნუ ეგ ორი ძირითადი რაღაცა რაც არ მომწონს და მესამე კიდე ეს არის რომ თითქმის აი განსხვავებული კონტენტს ვერ შეხვდები რა საქართველოს, ან არის რაღაც სასაცილო ვიდეოები, ან არის გეიმინგი, ან კიდევ რაღაცა მაგდაგვარი რა. ახლა შენს არხთან დაკავშირებით ეგეთ არხებს ბევრს ვერ შეხვდები, როგორც შენ გაქვს რა, ანუ უნიკალურ არხს. რომ რაღაცას ასწავლის ადამიანს და რაღაცას რა მოგწონს ქართულ YouTube-ში? მან რაც შეეხება ცოტა წირე ჩამონათვალია, მაგრამ მაინც ვიტყვი, ანუ მომწონს ის რომ ბევრი ახალი არხი გამოჩნდა, ანუ ხალხი ესე იგი ცდილობს რაღაცის გაკეთებას, რაც საბოლოო ჯამში დამიჯერეთ ძვირფასო მეგობრებო, ყველას დაგიფასდებათ, აბსოლუტურად ყველას განუსხვავებლად, ვინც აკეთებს ოღონდ თავის საკუთარ კონტენტს და თავის საკუთარ ვიდეოებს. ეს მომწონს ძალიან, რომ ბევრი დამწყებია, რომელიც შემდეგ რა თქმა უნდა განვითარდება თავისივე შეცდომებზე და ისწავლიან და შემდეგ გახდებიან დიდი იუთუბერები, ასე რომ ვთქვათ. მომწონს კიდევ ის, რომ აქტიურობა გაიზარდა ბოდიში, აქტიურობა გაიზარდა. ანუ კომენტარებმა იმატა იქ რაღაცა, ზოგი რაღაცას გთავაზობს, ზოგი რაღაცას ზოგს რაღაცა არ მოსწონს, ესეც კარგია სხვათა შორის, რომ კრიტიკაც მისაღებია, რა თქმა უნდა, იმისათვის რომ დაიხვეწოს ეს ყველაფერი, ხო? და აზროვნება წამოვიდა, იუთუბერების აზროვნება დაიხვეწა რა, ასე რომ ვთქვათ რა, რომ აი რას
მარტო ის არ არის, რომ მარტო მართლა GTA-ზე ხო არ არის, არა ყველაფერი. ხო და აი ეგ არის რაც დღესდღეობით მოსაწონი და დასაფასებელია ნამდვილად რა. მეტი სხვა რა ვიცი. გეთანხმები მაშინ მეც მომწონს რომ სულ უფრო და უფრო ძალიან ბევრი დამწყები არხები წამოვიდა ჩვენს YouTube-ზე და ისინიც ცდილობენ ყველასავით რომ გააკეთონ თავისი კარგი კონტენტი, რა თქმა უნდა უნიკალური უნდა გააკეთონ მათაც და ეს ყველაფერი ერთმანეთს subscribe-ებით, კომენტარებით, ლაიქებით და ასე შემდეგ უკვე ერთმანეთის გაცნობაში ეხმარება არხებს და ჩვენთანაც რა თქმა უნდა დაადგება YouTube საშველი და დაიხვეწებიან ყველა და ეს ყველა დამწყები YouTuber-ები საბოლოო ჯამში გახდებიან ძალიან დიდი და მაღალ ანაზღაურებად YouTuber-ებად. მე ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მაქვს, წამს რა თქმა უნდა მჯერა და იგივენაირად ვცდილობ მეც მოვიქცე და განავითარო ჩემი არხი. რა გაგეხარდა ყველაზე ძალიან 2015 წელს? ყველაზე ძალიან გამიხარდა ის რომ ჩემი ნაშოვნი YouTube-დან ნაშოვნი ფულით ჩემს ბავშვს საუხდინე ოცნება და უყიდე ველოსიპედი. აი ეგ გამიხარდა ყველაზე ძალიან რა. ძალიან კარგი. მოყევი რამე კურიოზი. კურიოზი ესეთი კურიოზი მახსენდება გურიაში მოხდი ჩემს მეუღლეს დაეღუპა ბებია და იქ ხა ახალი სიძე ვარ და რაღაც არ მიცნობენ და ქელეხზე ვარ რა თქმა უნდა და იქიდან ხა რომ დამთავრდა უკვე როცა ჩვენ ვიშლებოდით და წამოსვლა რომ დავაპირეთ ყველას მოუნდა ჩემი გაცნობა რა ხო და დამაყენეს ესე ვიგექი ხო და ეს ჩემი ცოლი მაცნობს ჩემი დეიდაშვილი, ჩემი მამიდაშვილი, ჩემი ბიძაშვილი და ესე დიდი რიგია რა რომ გავხედე მეთქი როდის დამთავრდება ეს ხალხი. მაუზოლეუმში მეგონა ჩემი თავი და ამ რიგში ერთ-ერთი კაცი მომადგა რა. ხო და ესეთი ზღლიადი თან ჩემზე დაბალია რა, ბევრად და ესე ქვევიდან ზევით მიყურებს ესე რომ თან რაღაც ძალიან შეწუხებული და ნაწყენი სახით და მეუბნება რომ მალადეთ შენ. მეთქი ჯერ ვერ ვიცანი ვინ არის საერთოდ რა. ძალიან ნაწყენია რა და ეს მალადეთ შენ ასე უნდაო კაცო მეთქი რა უნდა ბიძაჩემო რა გინდათ მეთქი რა გამარჯობა თუ გინდა კარგად იყავი რა მეტი არ გიცნობ როგორ არ მიცნობ კაცო შენ ჩემ ოჯახში ნამყოფი ხარო გადამეკი და გინდა თუ არა ნამყოფი ხარო ჩემთანო რა და ბოლოს ძლივს გაგვაშველეს ერთმანეთისგან რა მოგწონს თუ არა ჩემი არხი რა მოგწონს მასში რა არ მოგწონს და რა შენიშნებს ან რჩევებს მომცემდი. რა თქმა უნდა შენი არხი მომწონს, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი პირველი ის არის რომ სასწავლო არხია, ანუ ხალხს ეხმარება რა გაკვეთილები გაქვს. ხალხს ეხმარება რაღაცის სწავლაში. არა აქვს მაგას მნიშვნელობა რის სწავლაში. თავარია რომ კაი რაღაცებს ასწავლის შენი არხი. მეორე ხარისხი მომწონს ძალიან შენი ვიდეოების გაფორმება. კონტენტი თვითონ რა თქმა უნდა და ერთი რაც არ მომწონს შენი ლაპარაკის სიჩქარეა რა. ხო, ამას ბევრი მეუბნება ძალიან, მაგრამ იქ ერთი წამალი არსებობს, მან თქვით მარჯვნივ ისე ერთი და ორით აჩქარება და ერთი და სამით აჩქარება და ერთმა ვინც მომპარა ის ვიდეო, იმან მაგრა აჩქარა და მე მგონი მეც მომეწონა ეგ სიჩქარე. არა, იმან იმდენი იშრომა ვიდეოს აჩქარებაზე, რომ ნამდვილად ძალიან გაუჭირდებოდა დამერწმუნეთ იმდენად ნელა ლაპარაკობს ჩვენი მიხეილი, რომ მაგის ხმის აჩქარება ძალიან ძნელი საქმეა. გინდა Sony Vegas-ის დახმარებით და გინდა რა ვიცი რა პროგრამის დახმარებით. ხო, ეხლა ვიფიქრე იქნებ გადაუგზავნოთ ჩემი ყველა ვიდეოები, ცოტა ამიჩქაროს და ისე უკან ავყარო ხოლმე ახსნა. ეს იყო ჩვენი დღევანდელი პირველი სტუმარი, ჩვენი ახლად გახსნილი პლეილისტის ინტერვიუ YouTuber-თან და ვინ იქნება შემდეგი. ამას უკვე მოგვიანებით გავარკვევთ, ვინ გვეყოლება შემდეგი სტუმარი. მე მინდა წარმატებები უსურვო ჩვენს გიორგის, მისი არხია, არ დაგავიწყდეთ, გააკეთოთ subscribe-ი, მისი არხია აქეთ უნდა იყოს subscribe-ი, აქეთ. ხო, თუ აქეთ. არა, ჩემკენ უნდა იყოს subscribe-ი. ნუ დაგავიწყდებათ, სადაც იქნება იქ დააჭირეთ. ნუ დაგავიწყდებათ subscribe-ის გაკეთება. მისი არხია
GeoGameHolic-ი, ნუ დაგავიწყდებათ subscribe-ის გაკეთება აუცილებლად. ყოველთვის გააკეთეთ ხოლმე კომენტარი, რომ დაეხმაროთ გიორგის თავისი ვიდეოების დახვეწაში, ახალ-ახალი და ძალიან საინტერესო კონტენტის გაკეთებაში, ან ლაიკი და დისლაიკი, რა თქმა უნდა. ესეც შველის ყოველთვის, ესეც ეხმარება YouTuber-ს განვითარებაში, ნუ დაგავიწყდებათ და შემოვერთით გიორგის არხს, შემოვერთით ჩემ არხსაც, გააკეთეთ ჩემთანაც subscribe-ი და ამ playlist-საც არ გამოტოვებთ, ასევე არ გამოტოვებთ ახალ საინტერესო ვიდეოებს და დაველოდოთ ვინ იქნება შემდეგი. ეს არის ჩვენი პირველი ვიდეო, მოგეხსენებათ ჩვენი ახლად გახსნილი playlist-ის და თხოვნა იქნება აუცილებლად გააკეთოთ კომენტარები, რა მოგეწონათ აი ამ ვიდეოში, რა არ მოგეწონათ. შეგვიძლია დავამატოთ კიდევ რამოდენიმე კითხვა YouTuber-თან და მოდით გავაკეთოთ ყველამ ერთად კომენტარები, რა კითხვა დავამატოთ, ან რაიმე დამატებები თუ გექნებათ, რაიმე შესწორებები თუ გექნებათ ამ ვიდეოსთან და ნელ-ნელა აი ამ ჩვენი playlist-ის ინტერვიუ YouTuber-თან დაიხვეწება და უკვე გვექნება ძალიან კარგი კითხვარი, რომელიც მეშვეობითაც თქვენ რა თქმა უნდა უკვე ყველა ერთმანეთის შესახებ ძალიან ბევრ რაღაცას გაიგებთ. ძალიან ბევრ კითხვაზე გასცემთ პასუხს აი ამ ინტერვიუს თანახმად და მოდით გავერთიანდეთ, გავაკეთოთ ყველამ ერთად subscribe-ები, გავაკეთოთ კომენტარები, რა მოგწონს, რა არ მოგწონს. ჩვენი დევიზია just do it. Just do it. კარგად, ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ესე დავდოთ. ხადაობ. ბოლოს. შეიძლება. ტიტრები და. დღეიდან ჩემ არხზე. აუ, всё, დაიწყო. შეხوار ის მორგაცი. ესე უნდა ხნო. მოგესალმე მიგი. რა კონტენტს აკეთებ YouTube-ზე და როგორ მოხდი საერთოდ ამ გამოგება? აი ნახეთ რა მხელა, აი ეს ვისაც დაგასაბსკრაიბებთ მე ნახეთ. დაგასაბსკრაიბ. 1000 subscribes ჩემს. და შემდგომში მე იმედი მაქვს რომ ყველას ისე ჩავსვარა. მე როდის მომიწევთ? მოგწონს და ჩვენ აღარ უნდა